ორდღიანი დიალოგი მთავრობასა და ბიზნეს წრეებს შორის შეთანხმებით დასრულდა. პრემიერ-მინისტრის ნიკა გლაურის განცხადებით შეხვედრის დროს მხარეებმა მთელ რიგ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაციასა და სალიზინგო პოლიტიკაზე. ორდღიანი შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო კერძო სექტორსა და მთავრობას შორის დაგეგმილი პროექტების გაცნობა. Ამოდენიმე ახალი დიალოგი დამუშავდება, ძალიან საინტერესო ინიციატივები იყო კერძო სექტორისგან, ლაპარაკი მაქვს საგადასახადო კოდექსის ცვლილებებზე, ლაპარაკი მაქვს ლიზინგის კანონმდებლობაზე და ჩვენ უახლოეს დღეებში წარუდგენთ საზოგადოებას რამოდენიმე საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც სწორედ დღეს და გუშინ დაიბადა აქ ბათუმში. უამრავი საკითხი, რომელიც ბიზნესს აინტერესებდა, საქართველოში ლიზინგი კეთდებოდა, რა იყო პოტენციალი ამ იმპორტის პრაქტიკულად ამოწმის და საქართველოს ჩვენი საკუთარი პროდუქციის შექმნის, ამის გარდა კანონმდებლობებში იყო საკითხები, რომელიც ახალგაზრდებთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა და მექანიზაციასთან დაკავშირებული, რომელიც ძლიერ ინფორმაცია და უახლოეს პერიოდის სამინისტროს გეგმებით იქნა გავიდა. მე დღეს მაქვს პრეზენტაცია სწორედ იმაზე თუ რა რეფორმები ჩატარდა ენერგეტიკულ სექტორში, რა მიმართულებით მედივართ, როგორ შეიძლება ასე ვთქვათ ინვესტიციების განხორციელება და თავის მხრივ ნებისმიერი კითხვა რაც იქნება წამოჭრილი, იმაზე პასუხები გაეცემა და ბიზნეს სექტორი უფრო გაეცნობა ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების შესაძლებლობებს.